მოგესალმებით. იმას, რასაც ჩვენ დღეს ამ გამოსირებულის განცხადებას უსმენთ და ხედავთ, ქვია ერთი რამე. ამას ქვია პრაგმატული პოლიტიკა, რასაც აწარმოებს დღეს ტრამპი. რა შედეგი მოუტანა ამერიკას ტრამპის ამ განცხადებებმა? ნულის ქვემოთ დაეცა ამერიკის ავტორიტეტიც და ყველა მითი დაანგრია ამ ერთმა ხარბმა მილიარდერმა, რომლისთვისაც ფული არის ყველაფერი. გვერდში ამოიყვანა ისეთი სიგიჟე, აი ფაშისტურად რომ ესალმებოდა ხალხს მასკი და ერთად ამერიკის ავტორიტეტი და ის მითები, დადებითი მითები, რაც მასზე იყო შექმნილი, ერთ წამში გაანეიტრალა და გაანულა. აი ეს არის თქვენი პრაგმატული მართვა და მიდგომები ასეთი გლობალური პოლიტიკის მიმართ. აქვე საპირისპირო არაპრაგმატული დავარქვა რეიგანი, რომელმაც არ ვიცი, მწვერვალზე აიყვანა ამერიკა და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი პოლიტიკა. აბსოლუტურად არაპრაგმატული პოლიტიკა იყო, როდესაც თუნდაც ის სიტყვები რა დღის არსებობს, მშვიდობაზე უფრო ძვირფასი რამ, რასაც თავისუფლება ჰქვია. ეხლა პარალელი გაავლეთ თქვენ, ვინც ეს ეგრეთ წოდებულ რაღაც პრაგმატულად უყურებთ საქართველოს მომავალს და მომავალ განვითარებას რა ჯობია? ტრამპის პრაგმატულობა თუ რეიგანის იდეალისტობა? ამან დაღუპა ზუსტად საქართველოს. ბევრი ფული აქვს, ჭკვიანი კაცი იქნება და სადაც მიიყვანა საქართველოს. დღეს რომ გავაზიარე კადრები, ქართველი ბიჭები როგორ მომდნენ ვაშკაცურად აფხაზეთში და იმათ რომ შეურაცხყოფას აყენებს აი ეს დღევანდელი კოც ჯოგი, რომელიც ტერორისტულად მართავს საქართველოს, აი ეს არის მაგ პრაგმატიზმის შედეგი. მოვტყან ეგეთი მშვიდობა თუ მონა უნდა იყოს ადამიანი. კარგად ბრძანდებოდეთ.